აზრი როგორ ჩდება რა? ფიქრის სახით შეიძლება ცალკეული ფიქრები დანაწევრებული შემოვიდეს, მაგრამ კონცეფცია ჩდება გონებაში და ერთი ფიქრის მიბმა მეორეზე ქმნის რაღაც ისტორიას. და ეს ისტორია იმდენად მძაფრი ემოციების გამომწვევი არის ჩემში, რომ ეს ისტორია ხდება დამაჯერებელი, ვიჯერებ ამ ისტორიას და ვიწყებ ამ ისტორიაში ცხოვრებას. რამდენი წელიწადიც ვარ, იმდენი წელი ვუყვები სხვადასხვა ისტორია საკუთარ თავს, ადამიანების მიმართ, პარტნიორების მიმართ, მეგობრების მიმართ, სამსახურის მიმართ, ფულის მიმართ, ღმერთის მიმართ. რაღაც ისტორიებს ყვები, ამ ისტორიებს ვიჯერებ და ამ ისტორიაში ვცხოვრობ. ანუ, როდესაც ვიმყოფები ილუზიაში და მთელი ჩემი გონება არის ჩემივე მოგონილი ისტორიების манипуляციის ქვეშ და მოგონილი ისტორიები დავიჯერე და მგონია რეალობა, ეს იწვევს დაბნეულობას და გაურკვევლობას. და ეს დაბნეულობა და გაურკვევლობა არის მთავარი გამომწვევი პანიკური შეტევის და უძილობის, შფოთის, ნერვიულობის და ასე შემდეგ.